ზოგჯერ კაცობრიობის გადასარჩენად პასუხები ყველაზე მოულოდნელ ადგილებში გვხვდება. და დღეს ვსაუბრობთ დირექტორზე, რომელმაც რეალურად გაარკვია, რა არის არასწორი ჩვენს კულტურაში და რას შეგვიძლია გავაკეთოთ მის გამოსასწორებლად. მიყვარს ეს სიტყვა. ასე რომ მოემზადეთ მეგობრებო. იმედი მოდის, იმედი აქ არის, კარგი რაღაცები უკვე ძალიან ახლოსაა, ნება მომეცით გაგაცნოთ მის სნაფი. რამდენიმე კვირის წინ ჩვენც ვნახეთ იგივე კადრები. ახალგაზრდა ბიჭი სახელად ჰენრი ნოვაკი, რომელიც ბავშვობის ასაკიდან ახლახან გამოვიდა, ხელბურკილებით იწვა მიწაზე და პოლიციას დახმარებას თხოვდა. და რასაც მოყვა, იყო ჩვენი კომენტატორების დაბნეულობა, როცა ცდილობდნენ აეხსნათ, როგორ შეიძლებოდა ჩვენი ახალდაზრდა პოლიციელები, რომლებიც ფიცდებენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად, ასე მოქცეულიყვნენ. როგორც ჩანს, არავის ჰქონდა დამაჯერებელი პასუხი. მაგრამ როცა მთელი ცხოვრება სკოლებში ატარებ, საკმაოდ ნათელია რა ხდება. საინტერესოა არა, რომ დირექტორებს ესეთი ღრმა ხედვა აქვთ ბავშვების ფსიქოლოგიაზე. იქნებ, მან იცის რა მოხდა სინამდვილეში. ის ახალგაზრდა პოლიციელები განსაკუთრებული შემთხვევა არ არიან, ისინი გვერდითი ზიანია. და ეს ტენდენცია ბევრად ცდება მხოლოდ პოლიციას. გასული წლის სექტემბერში ჩარლი კირკს ესროლეს და რამდენიმე საათში ახალგაზრდები ინტერნეტში ზეიმობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ის ორ პატარა შვილს მამამისის გარეშე მოუწევდა გაზრდა, ჩვენგან ბევრმა ეს დაუჯერებლად მიიჩნია. რა დაემართა ჩვენი ახალგაზრდების მორალურ ბირთვს? რაღაცა ღრმად შეიცვალა იმაში, თუ როგორ უყურებენ ჩვენი ახალგაზრდების სამყაროს. ის პოლიციელები ბოროტები არ იყვნენ, ისინი არაკომპეტენტურებიც არ იყვნენ. ისინი შეშინებულები იყვნენ, რომ რასისტებად ჩათვლიდნენ. ჩარლი კირკს ისეთი შეხედულებები ჰქონდა, რომლებიც ახალდაზრდებს მიუღებლად მიაჩნდათ, ამიტომ მისი სიკვდილი ზეიმის მიზეზი გახდა. ჰენრი ნოვაკის თავდამსხმელი ყავისფერი კანის კაცი იყო. ამიტომ პოლიციის ყველაზე ძლიერი ინსტინქტი, მსხვერპლის დაცვა, გადაფარა მათმა ყველაზე ძლიერმა შიშმა, რომ რასიზმში დაადანაშაულებდნენ. ცხადია, ამას ამბობს ადამიანი, რომელიც თეთრკანიანი არ არის. რაც ამ ყველაფერს კიდევ უფრო ეფექტურს ხდის, მაგრამ ალბათ სხვები ამას არ მოусმენენ. ამიტომაც ხარ შენ წინააღმდი ნახაზზე. პოლიცია განსაკუთრებული არ არის. ზოგიერთი ჩვენი ახალგაზრდა იმდენად არის შეპყრობილი თეთრკანიანთა დანაშაულის გრძნობით, რომ ისინი გააკეთებენ გიჟურ, არალოგიკურ და არაადამიანურ რაღაცებს, ოღონდ არ გამოჩნდნენ რასისტებად. თუ არ ვეცდებით ავხსნათ ეს ცვლილება ჩვენს მორალურ ბირთვში და ჩვენი ახალგაზრდების მორალურ ბირთვში და რატომ ხედავთ ამ კულტურულ ცვლილებას ბევრ დასავლურ ქვეყანაში, ვერ შეძლებთ მოვიტყუოთ თავი, თითქოს დასავლეთი გვადარდებს. ჩვენი ღრმა გულგრილობა, ჩვენი შვილების გარშემო არსებულ მორალურ ღირებულებებთან მიმართებაში გახდა ჩვენი ცივილიზაციის დაშლის მიზეზი. სწორია. მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდა თაობა ასე ხედავს მოვლენებს, ისაა, რომ მათ ასწავლეს ადამიანები ორ ბანაკად დაეღოთ. ისინი, ვინც დაჩაგრულები არიან და ისინი, ვინც დამჩაგვრელები არიან. და მათი თვალით ჩარლი კირკი იყო დამჩაგვრელი. ამიტომ მისი სიკვდილი არ იმსახურებდა მწუხარებას. კაცი, რომელმაც ჰენრი ნოვაკი მოკლა, დაჩაგრულთა კლასს ეკუთვნოდა. ამიტომ პოლიციის საქმე იყო მისი დაცვა და არა მიწაზე მომაკვდავი კაცის. ეს არც სისასტიკია და არც არაკომპეტენტურობა. ეს თეთრკანიანთა დანაშაულის გრძნობა. და სწორედ ჩვენ ვართ ისინი, ვინც ეს ჩვენი შვილებისთვის გვასწავლია. ჩვენ ბუმერები, გენერაცია X-ის წარმომადგენლები, უფროსი მილენიალები, ჩვენ ვართ პასუხისგებლები იმაზე, რომ ჩვენ შვილებს არ ვასწავლეთ, რა არის სწორი და რა არასწორი. იცით რაც მომწონს ამაში? ის, რომ უბრალოდ არ ვზივართ და არ ვამბობთ რა ხდება, არამედ ვამბობთ, რომ უნდა ავიღოთ პასუხისგებლობა ჩვენს ქმედებებზე. იმიტომ რომ ის სამყარო, რომელიც ახალგაზრდებს ერგოთ და რაზეც ისინი რეაგირებენ, ალბათ უარყოფითად, როგორც ბევრმა ჩვენგანმა იცის, სწორედ უფროსი თაობის მიერ იქნა შექმნილი. ამიტომ, როცა უფროსი თაობა ზის და ფიქრობს, როგორ არის ეს შესაძლებელი, იქნება ეს რაღაც კავშირშია იმ სამყაროსთან, რომელიც თქვენ შექმენით. ჩვენ ვიღებთ პასუხისგებლობას. ეს მშვენიერია. ჩვენ ვართ ისინი, ვინც ჩვენი შვილები მსხვერპლის კულტურაში ჩავძირეთ, რაც ეწინააღმდეგება პირადი პასუხისგებლობის კულტურას, რომელშიც ჩვენ ყველანი გავიზარდეთ. კულტურა, რომელიც ძალიან სულელურად მივიღეთ როგორც მოცემულობა. მხოლოდ 40 ან 50 წლის წინ ტრადიციული მცირე კი კონსერვატიული ღირებულებები, რომლებმაც დასავლეთი ააშენეს, ჩვეულებრივი იყო ჩვენ სკოლებში და ზოგადად ჩვენს კულტურაში. ჩემ სკოლაში ერთ-ერთი მასწავლებელი ყოველთვის მიყვება თავის ბაბუაზე. კაცზე, რომელიც მიუხედავად იმისა, რამდენად ავად იყო, არასდროს აცდენდა სამსახურს, მაგრამ ყოველთვის პოულობდა დროს, რომ თავისი შვილი უკეთეს ადამიანად აღეზარდა. მისთვის ჩუმად წასვლა არ არსებობდა. როცა მან სამსახურიდან გაათავისუფლა 50 წლის შემდეგ, 50 წელი ერთსა და იმავე კომპანიაში. იმდენად ამაყობდა კომპანიის წერილით, სადაც მადლობას უხდიდნენ სამსახურისთვის, რომ ის წერილი შვილიშვილს აჩუქა. იყო დრო, როცა ყველამ ვიცოდით, რომ ტრადიციული ღირებულებები გვაძლევდა შანსს აზრიან ცხოვრებაზე.
ყველა ბებიამ იცოდა ეს, ყველა მღვდელმა იცოდა ეს, მასწავლებლებმაც კი იცოდნენ ეს. მაშ რატომ არიციან ეს ახლა ჩვენი ახალგაზრდები? ჩვენ ბუმერები, X თაობა და უფროსი მილენიალები ვფიქრობთ, რომ სკოლა მხოლოდ ალგებრის სწავლებაა. თქვენი შვილების ბუნების მასწავლებელი არ არის ისეთი კარგი და არა უშავს, დიდი ამბავი არა, უბრალოდ მოუძებნეთ ბავშვს რეპეტიტორი. და რა თქმა უნდა, ისინი სოციალურ ქსელებში არიან, მაგრამ ჩვენ ტელევიზორი ქონდა და ვფიქრობთ, რომ იგივეა. მშობლები დაკავებულები არიან მუშაობით და თქვენი საკუთარი მშობლები ხომ არ გეგმავდნენ თქვენს აღზრდას დეტალურად. ეს უბრალოდ თავისთავად მოხდა. თქვენ გაიზარდეთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე და მშვენივრად ჩამოყალიბდით. თქვენ იცით განსხვავებას სწორსა და არასწორს შორის. მაშ, რატომ უნდა ასე საგანგებოდ დაგეგმოთ თქვენი საკუთარი შვილების აღზრდა? იმიტომ რომ 21 საუკუნეში ბავშვის აღზრდა სრულიად სხვა მასშტაბის ამოცანაა. ჩვენ თავისთავად მივიღეთ ჩვენი უფროსების ღირებულებები და გამოგრჩა ის ფაქტი, რომ ახლა თავად ვართ უფროსები. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც 1990-იანი წლების სექსი დიდ ქალაქში ლიბერალიზმი მისაღები იყო, ის იყო, რომ ჩვენ გვქონდა ჩვენი მშობლებისა და ბებია-ბაბუების მცირე ზომის კონსერვატიზმზე დაყრდნობა. ოდეს მე დაფიქრებულ ხარ, რატომ იქცევა Z-თაობა სამსახურში ასე განსხვავებულად? არა ყველა, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, ცელამ ვიცით. ისინი უფრო მეტად შოუს მოთხრობისკენ არიან მიდრეკელები, ვიდრე უფროსი თაობები. უფრო მეტად აფასებენ გრძნობებს და ნამდვილად არ ასახავენ იმ პატარა კონსერვატიულ ღირებულებებს, როგორიცაა სხვებისადმი ვალდებულება ან ნამდვილი მსხვერპლი, ნაცვლად მხოლოდ შოუს მოთხრობისა. შეიძლება ჩემი კომენტარიც დავუმეტო, მაგრამ ვფიქრობ ეს სრულიად უსარგებლოა, უბრალოდ უნდა მოусმინოთ თითოეულ სიტყვას, რასაც ის ამბობს. ყველა მიცით, რომ არ მიყვარს კანისტვის პროდუქტების გამოყენება, რადგან არ მინდა თავი წებოვნად ან დახშულად ვიგრძნო და უბრალოდ სისუფთავის შეგრძნება მინდა. ვიცი, რომ სახის მოვლის რუტინის არ ქონა თითქმის დანაშაულს გავს, მაგრამ ეხლა როცა one skin ვიპოვე, შეიძლება უნდა ვაღიარა, რომ მთელი ეს დრო ვწდებოდი. ხედავთ, ჯერ კიდევ არ ვარ მოხუცი, მაგრამ ბოლო დროს კანის ცვლილებებს ვამჩნევ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დაბერების დროა და ეს ძალიან უხეშია. მაგრამ ბევრი მეგობრის დაჟინებული რჩევის შემდეგ გადავწყვიტა მეცადა. და დიახ, ეხლა უკვე შეცვლილი ქალი ვარ. იმას არ უწევ რეკლამას, რასაც არ ვენდობი. თქვენ ყველა მიცით, როგორ ხდება ეს, მაგრამ უბრალოდ შეხედეთ. რას ფიქრობთ? და ეს მხოლოდ ჩემი გამოცდილება არ არის. one skin-ს 10,000-ზე მეტი ხუთვარსკვლავიანი შეფასება აქვს და ახლა ისინი კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების ლიდერები არიან. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ იმის მიუხედავად, რასაც ინტერნეტი გარწმუნებთ, უკეთესი კანისთვის ნამდვილად არ გჭირდებათ რთული რუტინა. one skin OSO ერთი პეპტიდი, რომელიც 10 წლეულზე მეტი ხნის სიცოცხლის ხანგრძლივობის კვლევის შედეგად შეიქმნა, დამტკიცებულია, რომ მიზანმიმართულად ებრძვის დაბერების ხილულ ნიშნებს და გეხმარებათ, რომ ახლა და ასაკთან ერთად healthiest კანი გქონდეთ. შეზღუდული დროით ცადეთ one skin. 15%-იანი ფასდაკლებით გამოიყენეთ კოდი MEIRA ვებგვერდზე oneskin.co/meira. ეს არის 15%-იანი ფასდაკლება oneskin.co კოდით MEIRA. შეძენის შემდეგ კითხავენ, საიდან გაიგეთ მათ შესახებ. გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ ჩვენს გადაცემას და უთხარით, რომ ჩვენ გამოგიგზავნეთ. ამის ნაცვლად ახალგაზრდები ცხოვრობენ მხისიერი დათმაყოფილების და იცხოვრე შენი საუკეთესო ცხოვრებით კულტურაში. იყავი ის, ვინც გინდა იყო. იყავი ისეთი, როგორიც გინდა. და თუ ფიქრობთ, რომ Z-თაობა ცუდია, მოიცადეთ სანამ ალფა-თაობას ნახავთ. კულტურული ცვლილება მოდის იმიდან, რასაც ბავშვები სკოლაში და ინტერნეტში სწავლობენ. კითხეთ ნებისმიერ ახალგაზრდას, რა ისტორია ისწავლეს სკოლაში და გიპასუხებენ ჰიტლერი. კითხეთ კიდევ რა? მონობა. კითხეთ კიდევ რა? ამერიკის სამოქალაქო უფლებები. სინამდვილეში რაც ცოტა იციან ისტორიიდან, ყველაფერი შეეხება შავკანიანებისა და ყავისფერკანიანების ბრძოლას თანასწორობისთვის თეთრკანიანების წინააღმდეგ. ქალები ებრძვიან კაცებს ხმის მიცემის უფლებაზე. გეი და ტრანს ადამიანები იბრძვიან სხვადასხვა უფლებებისთვის. ჩვენი ახალგაზრდები ასწავლეს, რომ ისტორია უბრალოდ გრძელდება, როგორც სხვადასხვა ჯგუფების ბრძოლა დამთრგუნველი. გარდაცვლილი თეთრკანიანი კაცის წინააღმდეგ. დიკენსი, შექსპირი, კიპლინგი და უორდსვორთი უნდა დავივიწყოთ. უნდა გავთავისუფლდეთ კოლონიური გავლენისგან. ისტორია ისწავლება დამთრგუნველის პერსპექტივით. სამკუთხა მონათა ვაჭრობა თეთრკანიან კაცებს ჰქონდა ძალაუფლება, მაგრამ რა უყოთ ბრიტანეთს, რომელმაც მონათა ვაჭრობა დაასრულა. მხოლოდ მოკლე ხსენება თუ საერთოდ ახსენებენ. არა, რა უყოთ არაბთა მონათა ვაჭრობას, რომელიც სამჯერ უფრო დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე სამკუთხა მონათა ვაჭრობა. არა, კარგი, ესე რომ ბრიტანეთში GCSE-ის ისტორია ხშირად ისწავლება როგორც მიგრაცია დროში. ესე რომ იდეა რომ ბრიტანეთი ყოველთვის იყო ემიგრანტების ქვეყანა, ჩვენს ბავშვებს თავში აქვთ ჩაბეჭდილი. სკოლების უმეტესობას ურჩევნია ყურადღება გაამახვილოს იმ მცირერიცხოვან შავკანიან ადამიანებზე, რომლებიც ტიუდორების ეპოქის ინგლისში ცხოვრობდნენ, ვიდრე გააკეთოს სიღრმისეული ანალიზი ინგლისის განშორებაზე რომისგან. საშუალო საუკუნეების ისტორია მის ისტორიად იქცევა და ელეონორა აკვიტანიელის თვალით გვიხვებიან, რადგან ბოლოს და ბოლოს ის ქალი იყო. არაფერს ამბობ იმაზე, რომ ქვირებს უთმობენ მალის მეფე მანსა მუსას, რადგან ის შავკანიანი მუსლიმი იყო. მისი გავლენა ბრიტანეთის ინსტიტუტებზე, კანონებსა და რწმენაზე საერთოდ არ არსებობს. და ის ფაქტი, რომ ამბობენ თითქოს ის ისტორიაში ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო, ნაწილობრივ მისი მასიური მონათმფლობელი საზოგადოების წყალობით, რატომღაც დეტალია, რომელსაც მასწავლებლები იშვიათად ასწავლიან. მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი სკოლები არ არის. ეს ჩვენი ზოგადი კულტურაცაა. წაიყვანეთ თქვენი ბავშვები მუზეუმში, ან ხელოვნების გალერეაში, ნებისმიერ დასავლურ ქვეყანაში და ნახავთ იმავე ნარატივს.
მაგალითად, როდესაც ლონდონის მეცნიერების მუზეუმში ავიაციის შესახებ სწავლობთ და იმ საოცარ მიღწევას, რომ ადამიანი ქმნის გიგანტურ მანქანებს, რომლებიც ცაში მოძრაობენ, კედელზე განთავსებული წარწერა განმარტავს, რომ ქალებსა და შავკანიანებს ისტორიულად ეკრძალებოდათ ავიაციაში მუშაობა, სკოლებში სწავლა და სამხედრო სამსახური. იგივე ხდება ჯეიმს უატის შემთხვევაშიც. კაცის, რომელმაც ორთქლის ძრავი გამოიგონა და ინდუსტრიული რევოლუციის დამფუძნებლად ითვლება. კედელზე განთავსებულ წარწერაში განმარტებულია, რომ მისი კარიერის დასაწყისში იგი მონებით ვაჭრობაში იყო ჩართული, ხოლო დამატებით მოცემულია ანალიზი ბრიტანეთის მთლიანად მონებით ვაჭრობაში თანამონაწილეობაზე. ისინი მთლიანად ამარტივებენ ადამიანის ისტორიას და მის ყველა სირთულეს, აქცევენ მას მხოლოდ დამთრგუნველისა და დაჩაგრულის ნარატივად, რის შედეგადაც ახალგაზრდებს აღარ შეუძლიათ სამყაროს სხვა თვალით შეხედონ. როგორ უნდა იგრძნონ ბავშვებმა, რომ ეკუთვნიან საკუთარ ქვეყანას, როცა ისინი იზრდებიან საგანმანათლებლო კულტურაში, რომელიც ასწავლის, რომ მათი ქვეყანა უბრალოდ ბოროტი დამთრგუნველია. ბავშვები მომავალია. და მაინც ჩვენ ვასწავლით მათ, რომ ზიზღით შეხედონ უფროსებს, რომელთა დამთრგუნველი სამყარო უნდა დაამხონ ახალმა, ახალგაზრდა, ამპარტავან ანტირასისტებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენზე უკეთი ციან ყველაფერი. ჩვენ ასე ვართ მიჩვეულები, მიჩვეულები დამთრგუნველის ტერმინს. და ვფიქრობ, ვინც ამ ტერმინით არ გაზრდილა, უბრალოდ იმას ხედავს, რაც არის, მაგრამ არ მგონია გვესმოდეს, რომ ეს ყველგანაა. ის ფილმებშია, მუსიკაშია, ისტორიაშია, სკოლაშია, კლასშია, ინტერნეტშია, ყველგანაა. ამიტომაც ადამიანს არ თმევ შესაძლებლობას, რომ იყოს კომპლექსური, რომ თქვას, სხვადასხვა სიტუაციაში ნიუანსებია. შეიძლება არსებობდეს ადამიანი, რომელმაც რაღაც ცუდი გააკეთა, მაგრამ ამავდროულად რაღაც უზარმაზრად გარდამტეხიც მოახდინა. და შეიძლება ეს ორი რამ ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული. შეიძლება ძალაუფლების დისბალანსმა რაღაც უფრო დიდი შექმნა. და მაინც ეს საუბარი ქრება, რადგან ეს არის ბავშვობის ის ნაწილი, რომელიც მათგან მოითხოვს, რომ რეალურად აიღონ პასუხისმგებლობა. შეიძლება გსურთ, რომ თქვენ შვილს კომფორტული ცხოვრება გქონდეს. რა თქმა უნდა ასეა. მაგრამ თუ აცნობიერებთ, რომ როცა მათ დისკომფორტს აძლევთ, სწორედ ამით აძლევთ იმ ინსტრუმენტებს, რომ გაუმკლავდნენ იმ შემთხვევებს, როცა ყოველთვის უსაფრთხოდ არ იქნებიან. და შესაბამისად შეძლონ გაუმკლავდნენ სირთულეებს, როცა ისინი გამოჩნდება მათ ცხოვრებაში. და აუცილებლად გამოჩნდება. დასრულების უნარობა გააცნობიერონ ის საჩუქრები, რაც მათ მშობლებმა მისცეს და ის ვალდებულება, რომ იგივე უნდა მისცენ საკუთარ შვილებს. და რომ ეს უბრალოდ არ გადაფარონ რაღაცით, მაგალითად მსხვერპლის როლით ან მსხვერპლად წარმოჩენით. ვფიქრობ არა ეს ყველგანაა. და ბავშვებს არ აქვთ ეს ნიუანსი. თუ სპეციალურად არ ასწავლიან ამ ნიუანსს. ჩვენ უფროსი დასავლელები ვჭრით იმ ტოტებს, რომლებზეც ვზივართ, იმიტომ რომ ზოგიერთ ჩვენდანს აქვს დანაშაულის გრძნობა, იმის გამამო, რომ თეთრები და პრივილეგირებულები ვართ. ჩვენ ვუყურებთ მანდამის, ნიუ-იორკის მერს და ზაკ პალანსკის, მწვანე პარტიის ძალიან პოპულარულ ლიდერს, დიდ ბრიტანეთში 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში და ვკითხულობთ, რა ხდება საერთოდ. რატომ აძლევენ ჩვენს ახალგაზრდები ხმას და მხარს უჭერენ ამ მარქსისტ და საკმაოდ რადიკალურ პოლიტიკოსებს? ცოტა ვინმე თუ ხდება, რამდენად აძლიერებს ონლაინ სამყარო ამ ჩაგვრელსა და ჩაგრულს შორის დაპირისპირების კულტურას. დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ ტვიტერში დაწერა: მარქსიზმი ყველაზე მარტივი იდეაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მიჰყიდო. და მართალია, ეს მართლაც ძალიან მარტივია. დიახ, შეგიძლია გქონდეს უფასო განათლება, შეგიძლია გქონდეს უფასო საკვები, შეგიძლია გქონდეს ესეც უფასოდ, შეგიძლია გქონდეს უფასო ჯანდაცვა, შეგიძლია გქონდეს ყველაფერი უფასოდ. რასაც არ ყიდი, ეს არის სირთულე და ნიუანსები. თუ ამას საკმაისად დიდხანს გააკეთებ, საბოლოოდ ყველა სისტემას დაანგრევ და შეუძლებელი გახდება ამის განხორციელება. ყველა ეს პოლიტიკოსი, ვინც საკუთარ თავს აჩვენებს და ადვილად გასაყიდ იდეებს ავრცელებს თავისუფლებაზე და კომფორტზე, რა თქმა უნდა, ხალხი ამას იჯერებს. მაგრამ რადგან მათ არ არიან ნიუანსების გარჩევასა და კრიტიკულ აზროვნებაში გაწვრთნილი, საკუთარ თავს არ უსვამენ კითხვას, როგორ იმუშავებს ეს რეალურად და რატომ არ უმუშავია ეს წარსულში. ეს არის უნარების ნაკრები, რომელიც აუცილებლად უნდა მისცეთ თქვენ შვილებს, თორემ ეს არასოდეს შეიცვლება. და სწორედ ამას ხედავთ ახლა. შეგიძლიათ ნახოთ საუბრის გაგრძელება ARC კონფერენციის ფარგლებში. მათ საოცარი კონფერენცია ჰქონდათ დიდ ბრიტანეთში, რომელშიც ძალიან მინდოდა მონაწილეობა, მაგრამ წელს ვერ შევძელი წასვლა. მაგრამ ეს საუბარი აუცილებლად უნდა გაიმართოს. თუ თქვენ შვილებს არ აძლევთ შესაძლებლობას, რომ დაფიქრდნენ ნიუანსებზე, გაარჩიონ რთული იდეები და იგრძნონ დისკომფორტი და ყველაფერს აჩვენებთ მსხვერპლისა და დამთრგუნველის პრიზმაში, სწორედ ამას შევქმნით. მათთვის ყველაფრის მიყიდვა ძალიან მარტივია. მშობლებისთვის უფრო რთულია პასუხისმგებლობის აღება. და საკუთარ თავს კითხვა, როგორ დავრწმუნდეთ, რომ შემდეგი თაობა უკეთესად გაიზრდება. მადლობა ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებისთვის.